მოგესალმებით ღვთისმშობლებო. დასაწყისში ასეთი რიტორიკული კითხვით მინდა მოგმართოთ. რისი გაკეთება არ შეუძლია ღმერთს? მოდი ვნახოთ თვითონ ღმერთი რას პასუხობს აი ამ კითხვაზე. ბიბლიის ბოლო წიგნში ნახე გამოცხადების პირველივე თავის მერვე მუხლი გამოვიყენებ ახალი ქვეყნიერების თარგმანს. მე ვარ ალფა და ომეგა, ამბობს იეჰოვა ღმერთი, ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლის შემძლე. ალფა და ომეგა ეს ვიცით რომ ბერძნული ენის ანბანის ნაწილია, რაც გულისხმობს დასაწყისს და დასასრულს და რა გაგებით ახლა ღმერთი დასაწყისი და დასასრული ან რისი დასაწყისი და რისი დასასრულია, ეს მე განხილული მაქვს ჩემს გვერდზე რიგით 31-დან 34-ის ჩათვლით ვიდეო რგოლებში, შემოდით და მოისმინეთ თუ არ მოგისმენიათ. ეს რიგითი ნომრები ფრჩხილებშია მოცემული. და სწორედ აი ამიტომ უკავშირებს ღმერთი თავის ძალასაც აი ამ ალფასთან და ომეგასთან, რადგან ყველაფერს დასაწყისი ღმერთმა მისცა სწორედ თავისი აი ამ ძალის წმინდა სულის მეშვეობით. შოთა რუსთაველიც ასე იწყებს თავის ნაწარმოებს, რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მის ძლიერით, ანუ საუბრობს მის აი ამ წმინდა სულზე. და ყველაფერში ირეკლება მისი ეს ძალა. და ამის საჩვენებლად ამიტომაც გამოიყენა მან ეს სიტყვა მე ვარო ყოვლის შემძლე, რაც პასუხია უკვე დასაწყისში დასმული რიტორიკულ კითხვაზე, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს რწმენის კიდევ ერთი მყარი აგურია ჩვენს გონებაში რწმენის ასაშენებლად, რადგან ვეცნობით პიროვნებას, რომელიც არის ყოვლის შემძლე ღმერთი, ჩვენი შემოქმედი და უზარმაზარი ამოუწურავი ძალის ენერგიის პატრონი. ნებისმიერი საქმის კეთება ხომ ყოველთვის ასოცირდება გარკვეულ ძალასთან. ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ხომ ძალაა საჭირო, მათ შორის კეთილი საქმეების გასაკეთებლადაც. თუმცა ბევრი ბოროტულად და უსამართლოდ იყენებს ძალას, რასაც უყურებთ დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისას და როგორ ფიქრობთ, ყოვლად ძლიერი, ყოვლის შემძლე ღმერთი დაუშვებს ბოლომდის ასეთი ძალების არსებობას სამყაროში. თუ რატომ დაუშვა და როდის აღმოფხვის ღმერთი ამ ყოველივეს, ესეც ჩემ გვერდზე უკვე დევს სრულად პასუხები და შეგიძლიათ მოისმინოთ. გასული ვიდეო რგოლები თუ ნახავთ, სწორედ ამას მივუძღვენი. ახლა ვისაუბრებ იმაზე, რომ ღმერთი პიროვნება და რომ ის არ არის ცალკე რაღაც ძალა, როგორც ბევრს გონია ხოლმე აღნიშნავენ ხოლმე რაღაც ძალამ შექმნაო ეს. რადგან თავისთავად ძალა თავის თავს ვერ გააკონტროლებს. ის ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს. კარგის თუ ცუდის საკეთებლად. ჩვენ აი აქ წავიკითხეთ, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, რომ მისთვის შეუძლებელი არ არსებობს და სწორედ ამიტომ ეწოდება მის აი ამ დიდ ენერგიას წმინდა სული, რომელიც ცალკე პიროვნება, ცალკე ღმერთი არაა, როგორც ამას სამების მხარდამჭერი, ამ დოგმატის მხარდამჭერები ასწავლიან, არამედ ის ღმერთის მოქმედი ძალაა და ამიტომ ეწოდება წმინდა სული, რომ ღმერთი აი ამ ძალას არასოდეს იყენებს ცუდისთვის, სიბოროტისთვის, უსამართლობისთვის, დანგრევისთვის, უწმინდურებისთვის, არამედ მხოლოდ პირიქით სიწმინდისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, შენებისთვის, სიმართლისა და სამართლის აღსადგენად. და ამიტომაც დრო და დრო საჭირო ხდება, რომ ღმერთმა თავისი ეს წმინდა სული, დიდი ენერგია გამოიყენოს ხოლმე ვიღაცეების გასანადგურებლად. ისევ და ისევ ამ მიზეზით, რომ აღადგინოს ხოლმე სამართლიანობა, სიმართლე და სიწმინდე. და ჩვენ არასოდეს არ უნდა შევიტანოთ ასეთ დროს ეჭვი იმაში, რომ ღმერთი თავის ძალას უსამართლოდ გამოიყენებს ადამიანებისაგან განსხვავებით. რადგან დღეისათვის გარკვეული ადამიანებზე ბოროტი ძალები ახდენენ გავლენას და ამიტომ სჩადიან იმას, რასაც ვუყურებთ, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით. რაც ხდება აი ეს ძალადობა და უსამართლოდ ჩაგვრა ადამიანების. და მე ვისაუბრე გასულ ვიდეო რგოლებში, რომ ღმერთი ყოველთვის იყენებს თავის ენერგიას, თავის წმინდა სულს აი ამ უდიდეს ძალას ასეთი მოძალადი ადამიანების გასანადგურებლად. და ის თავის ძალას ყოველთვის იყენებს მიზანმიმართულად თავისი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად, რადგან ის იქნება ომეგა მაშინ, როცა ყოველივეს მიიყვანს საბოლოო მიზნამდე. დღევანდელ მსოფლიოში ბევრი არ აღიარებს ღმერთის აი ამ დიდ ძალას. ბევრიც კი პირიქით ცუდს მიაწერენ ხოლმე მის აი ამ ძალას, ღმერთს ადანაშაულებენ, რომ თუ რამე ცუდი ხდება, ღმერთის გამოწვეულია. მაშინ, როდესაც ყველაფერი თავად ადამიანებმა გამოიწვიეს და მათ მიერ არჩეულმა და დანიშნულმა მმართველებმა, რომლებიც უგულებელ ყოფენ უტიფრად იმ წმინდა წესებს და კანონებს, სამართლიან კანონებს, რომელიც მოცემულია წმინდა წერილებში. ბევრიც საერთოდ, როგორც ზემოთაც აღნიშნე, ღმერთს აი ამ ძალას, წმინდა სულს თავად ღმერთთან აიგივებს და მესამე ღმერთად მოიხსენიებს.
მოიხსენიებს. მე ამაზეც დავდე განმარტებები ჩემს გვერდზე, ბიბლიური მონაკვეთების ახსნები, თუ შემოგძანდებით, რიგით 69 ვიდეო რგოლიდან შეგიძლიათ მოისმინოთ ისინი. აი ეს უпроსტოდ 9-დან 12-ის ჩათვლით ვიდეოებშია, გაცრავად 9-დან 12-ის ჩათვლით ვიდეოებში სრულად არის თუ რა ახსნილი რა არის წმინდა სული. ახლა ჩვენ ვნახოთ ის მონაკვეთები შეგვიძლია თუ არა პირადად ჩვენ მივიღოთ ღმერთისაგან აი ეს ძალა, ან რა რაოდენობით შეგვიძლია რომ მივიღოთ, ან რა შემთხვევაში მოგცემს ის აი ამ ძალას, თავის წმინდა სულს, რომელიც წმინდა ძალაა და არა ღმერთი. ჩვენ იესოს სახელით უნდა ვთხოვოთ ეს ძალა, წმინდა სული და თავად იესო გვასწავლის ამის შესახებ. გამოვიყენებ კლავაც ახალი ქვეყნიერების თარგმანს, აგერ ლუკას სახარების მე-11 თავი შეგიძლიათ ნახოთ ლუკას სახარებაში, მე-11 თავის 9-დან 13-ის ჩათვლით მუხლებს. აქ ჯერ იესოს მარტივი შედარება მოყავს იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მზადაა ჩვენი ზეციერი მამა იმისათვის, რომ ჩვენ მოგცეს თავისი წმინდა სული. და მე-13 მუხლიდან კი აი ამ მყარი არგუმენტის მერე გვარწმუნებს იესო. ამიტომ თუ კი თქვენ ბოროტები აძლევთ თქვენ შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვსო. მაგრამ როგორ უნდა ვთხოვოთ? სწორად, ან რაში გამოვიყენოთ ის? ამისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგალითად, სთხოვდა რომელიმე შვილი თავის მამას ავტომობილის თუ ჯერ მისი მართვა არ იცის. ან მამა თუ ათხოვებდა ასეთ შვილს ავტომობილს, რომელმაც მართვა არ იცის და შვილო გადი და ისეირნეო გზებზე. ესე იგი, ჯერ უნდა გავიგოთ რაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ წმინდა სული, რა შემთხვევაში და რისთვის იძლევა ღმერთი წმინდა სულს. ჯერ ვნახოთ იესოს თვითონ რისთვის მისცა წმინდა სული და რაში იყენებდა იესო ღმერთის აი ამ უდიდეს ძალას. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ საპატრიარქოს ბიბლიას კვლავაც იმ მიზნით, რომ მათი აი ეს სიცრუე სამების დოგმატზე გავაბათილოთ თან. რას ასწავლიდა 60-სიქულო ეკლესია დაუკვირდეთ და მე შეადარეთ დღეს რას ასწავლის დღევანდელი ეკლესიები. მოციქულთა საქმეების მე-10 თავის 38 მუხლი. აქედან ჩანს, რომ წმინდა სული ღმერთი არ არის და არც იესოა უზენაესი ღმერთი. თუმცა რა თქმა უნდა ის ბუნებით ღმერთი იყო, რადგან ღმერთის მხოლოდ შობილიძეა, ხო, როგორც ადამიანების შვილი არის ადამიანი, ასევე ღმერთის მხოლოდ შობილიძე ღმერთია. მაგრამ თუ კი მისი და ჩვენი ზეციერი მამა მას არ მისცემდა თავის ძალას, წმინდა სულს, აი ეს გააკეთებდა იესო იმ სიკეთეებს, იმ სასაულებს მოახდენდა, იმ ნიშნებს, რომლებზეც საუბრობს სახარებები. და მოახდენდა ასეთ სასაულებს ყველას თვალწინ. თან ეს მონაკვეთი დავაკვირდეთ თანხმობაშია გასულ მონაკვეთთან, რომელიც ზემოთაც ამოვიკითხეთ, იესოსგან მოისმინეთ ეს სიტყვები, რომ აი კლავას შეიძლება დაურთათ, რომ ზეციერ მამას სთხოვეთო წმინდა სული და არა მეო. რადგან მამა წყვეთს უშუალოდ ვის მისცეს ეს წმინდა სული და არა იესო და რა რაოდენობით მისცეს. აი ამ შემთხვევაში იესო თუ კვლავ დაუბრუნდებით ჩანს, რომ აავსოვო აი ამ წმინდა სულით, რომლის მეშვეობითაც იესო ახდენდა აი ამ სასაულებს, რასაც ახდენდა. მაგრამ ჩვენ აი ამ დოზით, ამ რაოდენობით წმინდა სულს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ. მარტივი მიზეზით, ჯერ ქრისტეს დონეზე არა ვართ განვითარებული. თუმცა მოვა დრო და ყველა მივაღწევთ აი ამ ასაკს ქრისტეში. ამაზე მე ვისაუბრე გასულ 66-დან 69-ის ჩათვლით ვიდეოებში, თუ როგორი წარმოადგენდა იესო შაბლონს, მისაბაც მაგალითს, თუ რა დონემდე უნდა მივიდეს და გასრულყოფილდეს ყველა ადამიანი, როცა ეს მოხდება. და აი ამ ეტაპისთვის კი ვნახოთ რაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ წმინდა სული, რა მიზნით უნდა ვთხოვოთ ზეციერ მამას. პირველი. პეტრეს მეორე წელს გამოვიყენებ პირველ თავის 20 და 21 მუხლები. მე-20 მუხლი გვიხსნის, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ასჯერაც რომ წაიკითხოთ, ვერ გაიგებთ მის ახსნასო და ამიტომაც ვერ განმარტავთო მასში მოცემულ საიდუმლოებებს. ამიტომაც ვერ განმარტავენ აი ეს რელიგიური ლიდერები თუ სექტანტები. 21 მუხლიდან კი ვიგებთ თუ რა შემთხვევაში გავიგებთ მის ახსნას. აქ ნათქვამია, რომ ღმერთი წმინდა სულით შთააგონებდა აი ამ წერილების დამწერებს და ამიტომაც ეწოდება წმინდა წერილები. თუ ჩვენ გვინდა ახსნა მივიღოთ, ეს ჩავწვდეთ მის აი ამ წმინდა წერილებს და წინასწარმეტყველებებს, რა უნდა გავაკეთოთ? ყველა აი ამ წაკითხვის წინ უნდა ვთხოვოთ მამას მოგცეს თავისი წმინდა სული მათ გასაგებად, ასახსნელად. აი რატომ ვერ იგებენ სექტანტები და რელიგიური ლიდერები, ადამიანები ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს? იმიტომ რომ მათ
მათმა წინამორბედებმა ჩამოუყალიბეს წინასწარ შექმნილი აზრები, დოგმები და ისინი მიყვებიან თავიანთივე ნაირი ადამიანების აი ამ გადმოცემებს და არ ცდილობენ ზეციერ მამას სთხოვონ წმინდა სული წაკითხulis გასაგებად. არადა რითი ხართ ნაკლებები იმ ბნელ საუკუნეში მოღვაწე ადამიანებთან შედარებით. უფრო მეტად მიგიწვდებათ ხელი წმინდა წერილებზე, უფრო მეტად მიგიწვდებათ საკვლევ საშუალებებზე ხელი და თუ ლოცვისას ითხოვთ თქვენ გაიგოთ ესა თუ ის მონაკვეთი და მერე წაიკითხავთ. ოღონდ წინასწარ შექმნილი აზრის გარეშე უნდა გააკეთოთ ეს. და რასაც გაიგებთ ჩვეულებრივ თუ კი სთხოვთ თქვენ რომ გაგაგებინოთ იმ მონაკვეთში რისი თქმა უნდა ღმერთს თქვენთვის. და არ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა წმინდა სულის ახსნას. რასაც გაიგებთ გულწრფელები უნდა იყოთ და მიიღოთ ის. არ უნდა გაუჯიუტდეთ. უტიფრები არ უნდა გახდეთ. რადგან მანამდე სხვანაირად იცოდით, აი თურმე როგორ დაინახეთ, ხო, როგორც ახლა ამ მონაკვეთებიდან იგებთ. რადგან ღმერთი თვალთმაქცებს და ყალბ მკითხველებს არ აძლევს წმინდა სულს. მათ შორის აი ეს ფილოსოფიურად მოაზროვნე განწყობილ ადამიანებს და აი ამ კრიტიკულად თუ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს. მაგალითისათვის გეტყვით, სად ნახოთ ჩემს გვერდზე იმ მონაკვეთების ახსნა, ერთ-ერთს გეტყვით, რაც დღეს მთელ მსოფლიოზე ხდება, შემოდით, მოისმინეთ თუნდაც რიგით 45 ვიდეო, სადაც ვისაუბრებ მე 7 დეტალზე, რომელიც ჩრდილოელი დამპყრობლისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. და თუ ნახავთ ერთი-ერთში, როგორ ემთხვევა იგი ჩრდილოელი დამპყრობლის მიერ წარმოებულ ომებს, რომელიც მეზობლის ტერიტორიებს იტაცებს. და ის არის ახსნილი ჯერ კიდევ როდის იყო დაწინასწარმეტყველები და ვერ ნახავთ აი ამ ახსნას ვერც ერთი სხვა რელიგიური ლიდერი რო ხსნიდეს ან ვინმე სექტა აი ამ მონაკვეთის განმარტებას თუნდაც. ასე რომ ყოველთვის სთხოვეთ ზეციერ მამას წმინდა სული დაგეხმაროთ მისი წმინდა წერილების გაგებაში. ეხლა შევეხოთ მეორე მხარეს, რა შემთხვევაში მოგცემს კიდევ წმინდა სულს. მოდით ნახოთ გალატელთა წერილი მეხუთე თავი 19-დან 21-ის ჩათვლით. მიაქციეთ ყურადღება აი ამ ჩამონათვალს. აქ თუ გახასიათებთ აი ამ ჩამონათვალში რომელიმე ცუდი უარყოფით ჩვევა თუ თვისება თქვენს და აქ თუ აკვირდებით ან იქნება შეიძლება სულ ყველაც გახასიათებთ თქვენ თავს თქვენ დაუკვირდით 21 მუხლში საუბარია რაზე აგე შემოხაზული მაქვს რომ ამის მომქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთისასუფეველს. რაც არ უნდა დაგარწმუნონ ეხლა რელიგიურმა მეზღაპრეებმა რომ ნუ გეშინიაო მაინც ყველაფერი რიგზე იქნებაო არ მოусმინოთ ეს უფლის სიტყვები აქ რასაც კითხულობთ წმინდა სულით მოცემული ჩანაწერია ეს არის კრიტერიუმი ფილტრი რომელიც უნდა გაიაროთ ვისაც ღვთისასუფეველის დამკვიდრება გინდათ და ბოლო სიტყვა ყოველთვის უფალს ეკუთვნის ალბათ ეხლა გიცდიათ პირადად თქვენს რომელიმე ჩვევაზე უარი გეთქვათ მაგრამ არ გამოგდით თუ იცით რატომ არ გამოგდით ნახოთ ჯერ კიდევ კონტექსტი როგორ იწყება მაგალითად მე-17-დან 21-ის ჩათვლით დაურთავ იგივე მონაკვეთს აქ მე-17 მუხლში საუბარია იმ შინაგან ბრძოლაზე რაც თქვენ გაქვთ თქვენ საკუთარ თამთან შიგნით მაგრამ შედეგი ან გაქვთ ან არა გაქვთ ან ზოგ შემთხვევაში გაქვთ ზოგში არა გაქვთ საბოლოოდ კი ვერ აღწევთ მიზანს ხო შედეგს თუ ხვდებით რატომ ამას გვიხსნის იაკობის წერილი უკვე თუ ნახავთ მეოთხე თავს პირველი მეორე მესამე მეოთხე მუხლები დააკვირდით ახლა მეორე მუხლს მიაქციეთ ყურადღება რატომ ვერ აღწევთო საწადელსო რას გეუბნებათ წმინდა წერილის ეს მონაკვეთი შემოხაზული მაქვს აგერ ნაჩვენებია ხო იმიტომ ვერ იღებთო რომ არ ითხოვთო ზეციერი მამისაგან წმინდა სულსო რომ დაგეხმაროთო მესამე მუხლში საუბარია რომ ბევრი რელიგიური ადამიანი თუ სექტანტი თხოვულობენ მაგრამ ისინიც ვერ იღებენ რატომ იმიტომ რომ არასწორად თხოვულობენო და ვერც ისინი იღებენო მამისაგან დახმარებას მას როგორ უნდა ვთხოვოთ სწორად ამისათვის დეტალებზე შემოდით ჩემს გვერდზე და მოისმინეთ თუ ცლად გაინტერესებთ რიგით 50-დან 59-ის ჩათვლით ვიდეოები თუ როგორ ვილოცოთ რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და ახლა ვნახოთ იესოს ეს რჩევაც ეს რომელიც წმინდა წერილის ამონაკვეთშია როგორ კითხულობთ მამისაგან წმინდა სული ცუდი ჩვევების მოსაშორებლად რა შემთხვევაში მივიღებთ იოანეს სახარებას თუ ნახავთ მე-14 თავს 13-დან 17-ის ჩათვლით დაურთავ კლავაც გამოვიყენებ საპატრიარქოს ბიბლიას აგერ მე-13 მუხლიდან იესო გარკვევით გვეუბნება რომ იესოს კი არ უნდა ვთხოვოთ როგორც ამას ბევრი ლოცულობს ხომ და რო ეუბნებიან რომ უფალო იესო გადმოგხედე შეგვიწალე არა იესო არ გისმენთ აქ ზუსტად ამას ამბობს იესო არამედ ზეციერ მამას ვთხოვეთო ოღონდ ჩემი სახელით. ანუ, როდესაც მიმართავთ, აი ნიმუშს გეტყვით, მაგალითად, ზეციერო მამა, მოგმართავ შენი ძის, ჩემი მხსნელის, იესო ქრისტეს სახელით.
და მე ეუბნები რატომ იმართე, რა გინდა. მე-13 მუხლში ხაზს უსვავს აქ თუ აკვირდებით იესო, რომ ჩვენს ლოცვებზე მიღებული პასუხებისათვის იესოს კი არ განვადიდებთ. ბოლოში, ოდესაც ლოცვას ვამსრულებთ, განვადიდებთ ზეციერ მამას, აქაც იესოს სახელით, იესოს შუამავლობით, იესოს მიერ და ესენი გახილული მაქვს მე როგორც გითხარით 50-დან 59-ის ჩათვლით. მე-15 მუხლში იესო მოგვიწოდებს ჩვენ მისადმი სიყვარული საქმეებით დავამტკიცოთ, მისი მცნებების დაცვით ვაჩვენოთ, რომ ის ნამდვილად გვიყვარს. ზეციერი მამის სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულით ვამტკიცებთ ამას. და ვიცხოვროთ სიწმინდეში. აი ამაში კი ზეციერი მამა დაგვეხმარება წმინდა სულით, რომელსაც იესომ ასევე ჭეშმარიტების სული უწოდა, თუ აკვირდებით აქ მე-17 მუხლში. ჭეშმარიტება არის ეს ახლა რასაც თქვენ ისმენთ და ჭეშმარიტების სული მოქმედებს ამ დროს, რომელსაც ვერასოდეს მიიღებენ რელიგიური ადამიანები და სექტანტები, რადგან ისინი ამახინჯებენ წმინდა წერილებში მოცემულ ჭეშმარიტებას. და შევეხოთ ბარემ მესამე მხარესაც, რა შემთხვევაში მოგცემს წმინდა სულს. მძიმე განსაცდელებშიც ითხოვეთო ეს წმინდა სული, რადგან მას ასევე ნუგეშის მცემელი სულიც ეწოდება. აგერ იკითხება აქაც, ხო, ნებისმიერი მძიმე განსაცდელის დროს ჩვენი ძალებით ვერ გაუმკლავდებით, რა თქმა უნდა ვერ გავართმევთ თავს, მაგრამ თუ მამას ვთხოვთ დახმარებას და წმინდა სულს, რომ გაგვაძლიეროს აი ამ სულით, ჩვენის კი არ უნდა ვთხოვთ, რომ ღმერთო ამარიდე თავიდან ეს განსაცდელები. აბა როგორ დაინახოს ღმერთმა, რომ შენ ნამდვილად მისი ერთგული ხარ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთო დამეხმარე შენი წმინდა სულით, რომ ერთგულება დაგიმტკიცო აი ამ განსაცდელის დროს. ან სხვა ნებისმიერი განსაცდელის დროს. მოდით ახლა გადავიმეოროთ რა გავიგეთ. რა შემთხვევაში გვაძლევს წმინდა სულს? პირველი, წმინდა სულს გვაძლევს წერილების წაკითხვამდე თუ ვლოცულობთ, რომ გავიგოთ ის მონაკვეთები. მეორე, როცა რაიმე თვისებას ვებძვით, ცუდ ჩვევას, გვეხმარება ამ დროს ამაზე კარგად. ღმერთი არ დაგვეხმარება, ეს უხარია ღმერთს. და მესამე, როცა მძიმე განსაცდელებში ვართ და ვთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს აი ამ ძალით.